გამარჯობა ეთერში რადიო თავისუფლების ყოველდღიური პროგრამა საუბარი თავისუფლებაზე. გადაცემა მიმყავს მეგოგი გვახარიას, გოჩა ლეჟავა არის დღევანდელი გადაცემის ხმის რეჟისორი. კლიმატის ცვლილება ხდება აქ. კლიმატის ცვლილება და განადგურებული გარემო არის ჩვენი რეალობის ნაწილი. აცხადებენ ახალგაზრდა მწვანეები და გეგმავენ აქციას, უпростоად გეგმავენ გაფიცვას, რომელსაც ალბათ ასეთი ხასიათი აქვს როგორც აქცია. თუმცა ამის შესახებ ჩვენი გადაცემის სტუმრები თავად გვიამბობენ, თამარ ჯაყელი და გიორგი ფსქიალაძე არიან ჩვენი გადაცემის სტუმრები და დიდი მადლობა მათ. დიდი მადლობა ახალგაზრდა მწვანეებს, ორგანიზაცია ვინმეს, მეორე ორგანიზაცია, რომელიც ასევე ამზადებს გაფიცვას. მე აქცია ვუწოდე გაფიცვას, უკვე ისე მივეჩვიეთ საპროტესტო აქციებს საქართველოში, მაგრამ თქვენ მე როგორც ხვდები, სულ სხვა ფორმით ცდილობთ გამოხატოთ პროტესტი იმის მიმართ, რაც დღეს ხდება გარემოს დაცვის კუთხით საქართველოში. მე ვერ ვიხსენებ, ოცხოში დიდი ხანია, არ მახსოვს, სტუდენტების და მოსწავლეების გაფიცვას საქართველოში. რაში გამოიხატება და როგორი ხასიათის იქნება ეს გაფიცვა? ანუ ეს არის გაფიცვა როგორ იმის გავსი, რომელსაც პროფკავშირები აწყობენ ხოლმე, თუ თქვენ უბრალოდ მოუწოდებთ სტუდენტებს, რომ არ მივიდნენ ლექციებზე და ექნება თუ არა მაშინ ამ გაფიცვას ესეთი მასობრივი ხასიათი, რომელი დაიწყებთ? შემიძლია დავიწყო, მოგესალმებით, პირველ რიგში დიდი მადლობა პატიჟებისთვის. მე ვარ, რომ ახსენეთ ვინმე, მე ვარ ზუსტად საინიციატივო ჯგუფი ვინმეს წევრი, ასევე ახალგაზრდა მწვანეების წევრი. ჩვენ მოვუწოდებთ ახალგაზრდებს, მოსწავლეებს და სტუდენტებს და არა მხოლოდ მათ, რომ არ მივიდნენ სასწავლებლებში, ასევე თუ ვთქვათ ვინმე მუშაობს და შეუძლია შემოვერთეს ამ გაფიცვას, მათაც რა თქმა უნდა სიამოვნებით მივიღებთ. ჩვენ ახლაც მაგალითად დავიარეთ სასწავლებლები, დავარიგეთ ჩვენი მანიფესტები, გვაქვს Facebook-ზე გაფიცვის ღონისძიება და ყველა უმაღლეს სასწავლებელში. კი ბატონო, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ რომ დავიაროთ, რაც შეგვიძლია ფიზიკურად, ასევე სოციალური ქსელებით ვიწვევთ სხვებს. დიდი იმედი გვაქვს რომ შემოგვერთდებიან, რამდენიმე ასეულ ახალგაზრდას ველოდებით ჩვენს გაფიცვაზე და ველოდებით რას ნიშნავს? აქციაც იქნება თუ, ესე იგი მაინც აქციაც იქნება თუ უბრალოდ არ წავლენ მსვლელობა იქნება. მსვლელობა იქნება. რუსთაველის მეტროდან 11 საათზე ორშაბათს იქნება მსვლელობა ახალგაზრდული. ჩვენ წავალთ საკრებულოსთან, სადაც სიტყვით გამოვალთ, გამოვლენ ასევე სხვები, ვისაც ექნება სურვილი, ვისაუბრებთ ურბანულ პრობლემებზე, ეკოლოგიურ პრობლემებზე, რომლებიც ძალიან გვაწუხებს და ეს იქნება ერთჯერადი აქცია. ანუ ერთჯერადი გაფიცვა, ეს ერთი დღე არის ორშაბათი, რომლის განმავლობაში ჩატარდება გაფიცვა. თუ გაგიგიათ, ალბათ ჩვენს მსმენელს ზოგს გაუგია პარასკევი მომავლისთვის მოძრაობა, რომელიც წამოიწყო 16 წლის შვედმა გოგონამ, გრეტა თუნბერგმა. დიახ, გაფიცვით. თვითონ თავიდან 3 კვირა შვედეთის პარლამენტის წინ იჯდა, დიდი ესეთი პოსტერით ეწერა კლიმატისთვის გაფიცვა და მოკლედ ამ 3 კვირის განმავლობაში იგი მოითხოვდა, რომ შვედეთს დაეკმაყოფილებინა პარიზის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. თან ლაპარაკი შვედეთზე, სადაც როგორ იცავენ გარემოს, კი ვიცით ჩვენ კარგად. ჩვენზე ბევრად უკეთესად, რა თქმა უნდა, თუმცა ის და ნუ ასეც არის რომ რეალურად თუნდაც აი შვედეთიც ესეთი სამაგალითო ქვეყანაც კი ბოლომდე არ იცავს იმ პარიზის შეთანხმების ვალდებულებებს და გრეტას უნდოდა რომ შვედეთი გამხდარიყო ზუსტად ის სამაგალითო ქვეყანა, პირველი ქვეყანა, რომელიც მართლა აჩვენებდა მსოფლიოს რომ შეიძლება გაატაროს მწვანე პოლიტიკა. თანდათან მას შეუერთდა ასობით, 10,000-ობით, 100,000-ობით, ბოლო გაფიცვაზე კი 2 მილიონი ადამიანი გლობალურად და ეს იყო 15 მარტს. ეს ბოლო გაფიცვა 2 მილიონი ადამიანი როდესაც გამოვიდა ახალგაზრდები, თუმცა მე მაგალითად როცა გადავავლე კომენტარებს თვალი, იყვნენ თუნდაც უფროსი თაობის ადამიანები, პენსიონერები, ვინც გამოვიდნენ. ეხლა დავიწყე ფიქრი ორშაბათს მე ლექციები არ მაქვს. მე რომ მქონდეს ლექციები, ლექტორები არიან საქმის კურსში, პროფესორები, მასწავლებლები და აპირებენ თუ არა, იცით თუ არა ზუსტად რომ ისინი ჩერდებენ. თუ უბრალოდ არებს აღნიშნავენ, როდესაც სტუდენტები არ მივლენ ლექციებზე.
რამდენადაც მე ვიცი, არის ესეთი რამდენიმე ლექტორი, რომელიც აპირებს, რომ დიახ არ წავიდეს იმ დღეს სასწავლებელში და არ ჩაუტაროს ლექცია სტუდენტებს და შემოერთოს ჩვენს გაფიცვას. კი ბატონო, მაგრამ ლექტორი როცა მიდის ლექციაზე და აქ სკოლის მოსწავლეებზეც კი არის ლაპარაკი, ხო? სკოლის მოსწავლეებსაც მოუწოდებთ. ეს სტუდენტები შეიძლება დაისაჯონ, შეიძლება არ დაისაჯონ, მაგრამ ლექტორმა მართლაც უნდა იცოდეს, ანუ აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი აზრით არის, აქ თუ არა ინფორმაცია უმაღლეს სასწავლებლებს საკმარისი იმისათვის, იციან თუ არა ზუსტად რომ ორშაბათს არის გაფიცვა. წერილი პრინციპში არ მოგვიმართავს ეს უნივერსიტეტებისთვის, რომ ეს არის გაფიცვა, მაგრამ ვფიქრობ, რომ სავარაუდოდ იციან, რომ ამ დღეს არის გაფიცვა, იქიდან გამომდინარე, რომ Facebook-ზე მაგალითად აქვს საკმაოდ დიდი გამოხმაურება, ღონისძიება, სადღაც 3000-მდე, 2000-მდე არ ვფიქრობ, ნახვა აქვს 50000-მდე და 2000-მდე ადამიანმა თქვა, რომ ან დაინტერესებული ან აპირებს, რომ წამოვიდა. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ რაღაც ცოტა ვაკუუმში ვერ იქნებიან და ალბათ იციან, რომ ამ დღეს იქნება ეს გაფიცვა და ცვლილება. რატო საკრებულოსთან და არა ვთქვათ გარემოს დაცვის შესაბამისი ორგანიზაციების სამინისტრო და ასე შემდეგ. რატო აირჩიეთ საკრებულო? პირველ რიგში გარემოს დაცვის სამინისტროს რეალურად არ აქვს ძლიერი ბერკეტები, რითიც შეეწინააღმდეგება. ყველა როგორ ამბობს? რეალურად რაც ხდება ჩვენ ქვეყანაში, ეს არის პოლიტიკის ძლიერი ბერკეტები არ აქვს თუ უბრალოდ არ ინდომებს? ორივე. ხო, პრინციპში ორივე ბერკეტი არ აქვს, მაგრამ თუ ძალიან მოინდომებს, შეუძლია რომ ეს ბერკეტი ჰქონდეს, მაგრამ ჩვენ ქვეყანაში ტარდება ესეთი პოლიტიკა უკვე ძალიან დიდი ხანია და ეს არ დაწყებულა არც 2012 წელს, 2008 წელს და არც 2003 წელს. აწლეულება ესე გრძელდება, რომ პრიორიტეტი არ არის არც გარემოს დაცვა, არც ადამიანი, არამედ რაღაც ელიტები, რომლებსაც აქვთ უფლება, რომ ჩვენზე დაყრდნობით და ჩვენი ასე ვთქვათ განადგურებით გამდიდრდნენ. რეალურად ხო, საკრებულო მათ შორის, რომელიც წესით უნდა აგებდეს პასუხს თბილისში მიმდინარე ამბებზე, მაგრამ საერთოდ არ ვიცით მოსახლებამ რა ხდება იმ საკრებულოში, ხო? არც იკრიბება ეს ხალხი და რას წყვეტენ არ ვიცით, რის შესახებ საუბრობენ არ ვიცით და საერთოდ იკრიბებენ თუ არა მგონი ესეც საკითხავია, იმიტომ რომ მე არ მახსოვს უკვე წლებია, რაღაც 2017-ში იყო მგონი არჩევნები ბოლო, იმის შემდეგ რაიმე სერიოზული გადაწყვეტილება, რაიმე სერიოზული საქმე რაც საკრებულომ გააკეთა, ხო? იყო გენგეგმა. გარემოს დაცვის თვალსაზრისით პირველ რიგში. გარემოს დაცვის თვალსაზრისით პირველ რიგში, მაგრამ ზოგადადაც შეგვიძლია ეს განმოვცოთ, რომ რეალურად საკრებულო არ მუშაობს, ხო? გენგეგმა მახსენდება, რომელიც მილიონჯერ ჩააგდეს და რეალურად არც არის ახლა ინფორმაცია რა ხდება ამ საკითხთან დაკავშირებით, ხო? მაგრამ შევთანხმდეთ, რომ მოსახლეობის, ასე ვთქვათ, ცნობიერების დონე ამაღლდა. არ ვიცი მეთანხმებით თუ არა, ეს ვთქვათ, შორის კვლევებშიც ჩანს, რომ გარემოს დაცვა სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება ადამიანებისათვის, ისინი განიცდიან, აქტიურობენ და ჩვენ პრინციპში მწვანეების პოლიტიკური პარტიაც გვაქვს, ახლა ზუსტად თანამშრომლობა მითხეს, რომ ახალგაზრდა მწვანეები ეს იმ გაჩეჩილაძის მწვანეები არიან, ოღონდ ახალგაზრდებიო? არა, ამას დავაკონკრეტებ. ოდესღაც ესე იყო. 10-11 წლის წინ უბრალოდ ეს ურთიერთთანაცხოვრება გაგრძელდა რამდენიმე თვე, იმიტომ რომ ჩვენ ისევე ვართ იმ პარტიის ნაწილი, როგორც ის პარტია იზიარებს მწვანე პოლიტიკას. ეს ადამიანები უკვე 2012 წლიდან არიან პარლამენტში, მანამდეც იყვნენ და რა ვიცი, თქვენ თუ გახსენდებათ რაიმე სერიოზული გამოსვლა ამ პარტიის, რაიმე ინიციატივა, სერიოზული ხო არაფერს არ აკეთებენ. შესაბამისად, ხო საერთო ვარიანტი ვერ გვექნება საერთო ამ პარტიასთან, რომელიც მწვანეობა ისეთივე მწვანეობა, როგორც ჩვენი სოციალ-დემოკრატები, სოციალ-დემოკრატი. ხო არაფერი საერთო არ აქვთ რეალურად იდეოლოგიასთან, უბრალოდ სახელია, რაც ძალიან ხშირია ჩვენ ქვეყანაში, ხო? და არ გვაქვს მათთან საერთო. და სამწუხაროდ ჩვენ ქვეყანაში ხშირია, რომ აი ეს ცარიელი ნიშას იპოვიან ხოლმე და ეგრევე დაიკავებენ ამ ნიშას. სამწუხაროდ ვეღარ იკავებენ, ვისაც მართლა აღელვებს ეს ამბავი. მაინც მე მინდა ვუთხრათ რადიო მსმენელს, რას ნიშნავს მწვანე პოლიტიკა, თქვენ თვითონ ახსენეთ და რატომ არის ეს დღე, ანუ 15 აპრილი, მწვანე პოლიტიკის დღე საქართველოში. მწვანე პოლიტიკა არის პრინციპში იდეოლოგია და მოიცავს ძალიან ფართო სპექტრს, მათ შორის იდეოლოგიების, ხო? ჩვენთვის ახალგაზრდა მწვანეების ესეთი დასაყრდენი შეიძლება ითქვას, რომ არის ეკოლოგიური სოციალიზმი, რაც გულისხმობს ადამიანზე მორგებულს და მდგრად განვითარებაზე ორიენტირებულს, რაც გულისხმობს იმაში, რომ რა თქმა უნდა გვჭირდება ჩვენ განვითარება, მაგრამ ეს არ უნდა იყოს გარემოს განადგურების ხარჯზე. ჩვენ ასევე ხშირად ვართ ჩართული ისეთ აქციებში, რომლებიც ეხება მუშების უფლებებს, იმიტომ რომ ესეც პოლიტიკის ნაწილია, რომ ქალაქში სადაც იხოცები, იმიტომ რომ ცუდი გამონაბოლქვი გაქვს,
გრძელ დროში, ასევე შეიძლება შენ მოკლან, იმიტომ რომ ხარ მუშა და საკმარისი შრომითი პირობები არ არის, ხო? საკმაოდ ვრცელია ჩვენი სპექტრი, რადგან მუშაობთ, იქნება ეს მათ შორის ფემინიზმი, იქნება ეს მათ შორის წვანე თავისთავად არის სიცოცხლე. დიახ, კი. შეიძლება ითქვას, რომ თქვენ იბრძვით სიცოცხლისთვის. ნუ აი დაახლოებით ასე რომ ვთქვა. ღირსეული, ჯანსაღი და თანასწორი სიცოცხლისთვის. გავიგე, რაც შეეხება ორგანიზაციას, რომელსაც ქვია ვინმე. ესეც წვანე პოლიტიკის მხოლოდ ხო? ანუ ეს არის ანუ საინიციატივო ჯგუფი ვართ, ისა ჩვენ ანუ არასამთავრობო ორგანიზაცია არ ვართ. სულ დაახლოებით თვენახევარიც არ იქნება, რაც შევქმნით მე და რამდენიმე ადამიანმა ეს ჯგუფი და იმისთვის რომ ანუ ჩვენ მუშაობთ უპირველეს ყოვლისა ცნობიერებაზე ახალგაზრდებში. ჩვენ დავინახეთ რომ აი ძალიან ბევრ ახალგაზრდას არ აქვს უბრალოდ არანაირი ინფორმირება და ჩვენ გვინდა რომ აი მაგალითად თუნდაც სიმღერებით, თუნდაც რაღაც საინტერესო პერფორმანსებით მივაწვდინოთ მათ ხმა. მაგალითად პირველი აი რაც ვახსენებ 15 მარტის პირველი გლობალური გაფიცვა, რაც მოეწყო კლიმატის გაფიცვა, რაც მოეწყო მთელ მსოფლიოში, რომელმაც მოიცვა 2 მილიონი ადამიანი, ამ აქციას ჩვენ შევერთდით 6 ადამიანი ვინმედან. და ნუ არ დავდეთ საჯარო ღონისძიება, იმიტომ რომ ჩვენი მიზანი იყო რომ აი ქუჩებში და შემდეგ უკვე სოციალურ მედიაზე გველაპარაკ ადამიანებთან ჰაერის დაბინძურებაზე. ანუ ჩვენ გადავწყვიტეთ რომ რადგან კლიმატი ცოტათი გაურკვეველი არის ზოგადად საქართველოში, ანუ არ არის ისეთი ნაცნობი თემა, კლიმატის ცვლილება, კლიმატის კრიზისი, ჩვენ გვინდოდა რომ ჰაერის დაბინძურებაზე გაგვემახვილებინა ყურადღება, რომელიც მართლა თბილისის მოსახლეობისთვის განსაკუთრებით არის ძალიან მწვავე პრობლემა. გამოვედით ნიღბებით და აირწინაღებით, ამ ნიღბებზე გვეწერა სხვადასხვა ფრაზები, მაგალითად, აი სუნთქვა გვინდა, თბილისს ჭირდება სუფთა ჰაერი და მსგავსი და დავდიოდით, ჩამოვიერთთ მთელი რუსთაველი, ბოლოს წავედით ძველ თბილისში და ყველგან ქუჩაში ველაპარაკებოდით ადამიანებს, ახალგაზრდებს განსაკუთრებით. გადაგვიღო ასევე მედიამ, ზუსტად რადიო თავისუფლებამ გაგვაშუქა და ამას მოყვა ძალიან დიდი გამოხმაურება. რამდენიმე ათასმა ადამიანმა გააზიარა ჩვენი ვიდეო და მოკლედ ახალგაზრდებმაც კი, ვინც ვთქვათ, არ იყო იმდენად დაინტერესებული ამ საკითხებით, მოგვწერეს, რომ აი შემდეგ აქციას რომ დაგეგმავთ, თქვენთან ვართ, იმიტომ რომ ჩვენც მივხვდით, რომ საჭირო არის რაღაც უფრო მეტის გაკეთება და მოკლედ თქვენს გვერდით გვიგულეთ. ეს იყო ჩვენი მოკლედ ფიზიკური დაბადება და შემდეგ უკვე ახალგაზრდა მწვანეებთან ერთად დავიწყეთ ამ 15 აპრილის ბევრად უფრო მასშტაბური გაფიცვის ორგანიზება და თუ მაშინ 6-ნი ვიყავით, ახლა გვინდა რომ ერთი 600-ნი მაინც ვიყოთ. რა მინდა კითხოთ ჰაერის დაბინძურებასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსია ყოველ შემთხვევაში თქვენს მოწოდებებში ვნახე. ეს არის ჰესების წინააღმდეგ, ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ აქცია. ანუ მე როგორც ხვდები აქცენტს გადაიტანთ თქვენ ამ თემაზეც, იმიტომ რომ მუდმივად იმეორებთ ამას, ხო? და ეს არის აქტუალური. თვლით თუ არა ეს უნდა აუხსნათ ადამიანებს, რატომ არის ეს? იმიტომ რომ მოგიხსენებათ, რომ ეს მოსაზრებაც არსებობს მწვანეებზე, რომ მწვანეები პროგრესის წინააღმდეგები არიან საერთოდ. სწორედ ეს აღვნიშნე ცოტა ხნის წინ, რომ ჩვენ გვინდა განვითარება, რა თქმა უნდა პროგრესი აუცილებელია, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს ადამიანების ჯანმრთელობის, სიცოცხლის და გარემოს ფასად. რაც შეეხება ჰესებს. ჰესები ერთი შეხედვით არ არის თითქოს ცუდი, ხო, რაღაც ეკოლოგიურად სუფთა, რაღაც ქვანახშირივით კატასტროფულ შედეგებს არ იწვევს, მაგრამ როგორც აღმოჩნდა ბოლო კვლევებით, რეალურად ესე არ არის. ის სრულად ცვლის ადგილობრივ კლიმატს. დაგროვილი წყალი და ასე შემდეგ. გარდა ამისა, რა პრობლემასაც ის შეუქმნის მაგალითად სვანეთის რეგიონს, რომელიც არის უნიკალური რეგიონი საქართველოში და არ მარტო საქართველოში, არამედ ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია მთელ მსოფლიოში. აქ მეორე საკითხი არის დემოკრატიის საკითხი. რეალურად არავინ არ ეკითხება იქ მცხოვრებ ხალხს, უნდა თუ არა ეს მათ ამის გაკეთება და როგორც ჩანს, ეს ასე არ არის. იქ არ მცხოვრებლებს არ უნდათ რომ მათი წინაპრების საცხოვრებლები, ეკლესიები და სასაფლაოები დაიტბოროს რაღაც აბსტრაქტული მიზნის გამო. აბსტრაქტული იმიტომ რომ
ის იქნება კერძო ინვესტიცია, ეს არ იქნება სახელმწიფოს. რა თქმა უნდა, სახელმწიფოს დროს ესეც რაღაც დიდი შეღავათი არ არის, მაგრამ რაღაც მომენტში შეიძლება დაფიქრდე, რომ აი სახელმწიფოს წადგება, მაგრამ ეს წადგება ისევ ბიზნესს, რომელიც ჩამოიტანს აქ ფულს და 100-ჯერ და 1000-ჯერ მეტს წაიღებს აქედან. შესაძლოა თესები არის ამიტომ ძალიან უარყოფითი კლიმატი და დემოკრატია. გიორგი, თამარ, თქვენ თქვით, რომ აქციაზე დისკუსია, არ ვიცი ეს სიტყვა გავიგე, დისკუსიაც გაიმართებაო, როგორ ფორმატში წარმოგიდგენიათ თქვენ ეგ დისკუსია? უბრალოდ სიტყვებით გამოხვალთ და თუ კიდევ სხვა რა. დისკუსია თვითონ აქციაზე არა, დისკუსია გუშინ გქონდა მაგალითად პოლიტიკაში, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ვისაუბრეთ, რამოდენიმე პანელისტმა ისაუბრა, თავიანთი პერსპექტივით, რატომ ვიფიცებით ახალგაზრდები, რატო არის საჭირო ეს გაფიცვა და ზოგადად რატომ გაფიცვა როგორც პროტესტის ფორმა. თვითონ აქციაზე ჩვენ ასე წარმოგვიდგენია, რომ რა თქმა უნდა ჩვენ ორგანიზატორები გამოვალთ სიტყვით, მაგრამ ასევე გვექნება, რასაც ქვია open mic, ანუ არ ვიცი ქართულად როგორ ღია მიკროფონი, როდესაც აი ნებისმიერ ადამიანს, ვინც არის დამსწრე, შეიძლება რომ გამოთქვას თავისი აზრი, წარმოთქვას სიტყვა, გამოთქვას თავისი წუხილი, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ ძალიან ბევრ ადამიანს აღელვებს ეს პრობლემები, უბრალოდ თუ კი ვერ ხედავენ რაღაც გამოსავალს, მარტივ გამოსავალს, ისინი ხშირად არც აიმაღლებენ ხოლმე ხმას ამ პრობლემებზე, ან თუ კი ვერ ხედავენ თანამოაზრეებს და ჩვენ გვინდა რომ შევქმნათ ისეთი პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდებს შეეძლებათ თავიანთი ხმა მიაწვდინონ პოლიტიკურ კლასს და მოკლედ მოითხოვონ უკეთესი მომავალი, მოითხოვონ მწვანე პოლიტიკა და მოითხოვონ რომ მათი ხმაც იყოს გათვალისწინებული ისეთი პროექტების გატარების დროს, რომლებიც უშუალოდ მათ მომავალზე აისახება, იმიტომ რომ ყველაზე დიდხანს ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ამ ქვეყანაში, ამ ქალაქში და ყველაზე მეტად მართლა ჩვენ გვეხება ეს პრობლემები. კეთილი, მაშ მე ვეთქვი კიდევ ერთხელ რადიო მსმენელს, რომ 15 აპრილს აქციის ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ აუდიტორიები და საკლასო ოთახები თბილისში ცარიელი იქნება. 15 აპრილს 11 საათზე შეკრების ადგილი გახლავთ რუსთაველის მეტროსადგური. შემდეგ იქნება სვლა რუსთაველზე, ხო? ეს არის ღონისძიება, რომლის ორგანიზატორები არიან საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები და ორგანიზაცია ვინმე. ასე რომ ყველას, ვისაც გაწუხებთ ბუნების დაცვის პრობლემები, გარემოს დაცვის პრობლემები, შეგიძლიათ ახალგაზრდებს მიმართავ პირველ რიგში შეუერთდეთ ამ აქციის ორგანიზატორებს. კლიმატის ცვლილებაზე ვეღარ მოვასწარით საუბარი, თუმცა მაინც აღვნიშნეთ, რომ განადგურებული გარემო ეს ზუსტად კლიმატის ცვლილების ნაწილი არის. განადგურებული გარემო. ჩვენ უკვე ამას გვგრძნობთ რეალურად ჩვენს კანზე და ჩვენ შემოსუნთქავთ. კი ბატონო, გისურვებთ წარმატებას, ამით სრულდება გადაცემა საუბარი თავისუფლებაზე. გოჩა ლეჟავა იყო დღევანდელი გადაცემის ხმის რეჟისორი. ორშაბათამდე გემშვიდობებით ნახვამდის.